ქართული ოცნება გეგმავს, რომ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეუთოუდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია აღარ დააკვირდეს. მმართველი პარტიის ეს წინასწარი პოზიცია საზოგადოებას ჟურნალისტებთან კომენტარისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამცნო. მისი თქმით, ამ მისიის მუშაობა საპარლამენტო არჩევნებზეა სასურველი, ხოლო მუნიციპალური არჩევნებისათვის ეუთოუდირს არ შეაწუხებენ. სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო არჩევნებზე ხდება ხოლმე ეუთოუდირის მისიის მოწვევა. ეს ამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ზედმეტი იქნება ეუთოუდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად ჯანსაღი ფორმით. ეს კომენტარი კობახიძემ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადების საპასუხოდ გააკეთა. ბრიტანეთის საელჩომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის საქართველოს მთავრობას დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული პარტნიორული შეთანხმებები შეახსენა. ამისთვის კი არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთოუდირის მისიის მოწვევისკენ მოუწოდა. ირაკლი კობახიძემ ბრიტანეთის საელჩოს განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ როდესაც საქართველოში ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსება შეწყვეტენ, ურთიერთობები გამოსწორდება. დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ერთობლივ ვალდებულებას, გააძლიერონ დემოკრატიული პრინციპები და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების როლს ორმხრივ თანამშრომლობაში. ეს ვალდებულება ასახულია 2019 წელს ორივე მთავრობის მიერ ხელმოწერილ სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაში. საქართველოს მთავრობა თავად უჭერდა მხარს ამ საქმიანობას და ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამ საქმიანობის აღწერას, როგორც პროპაგანდისა და ექსტრემიზმის დაფინანსებას. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მონიტორინგს, რაც პროფესიონალური და გამჭვირვალე საარჩევნო ზედამხედველობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას მოიწვიოს ეუთოუდირის მისია ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების დასაკვირვებლად და გაითვალისწინოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის საბოლოო ანგარიშში გაცემული ყველა რეკომენდაცია. რაც შეეხება თანამშრომლობას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ამისათვის, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობა ებრძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს. იყო გარკვეული მაგიერი პრაქტიკა, მათ შორის ექსტრემიზმის დაფინანსების მაგიერი პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტები ხელს უშლის ჯანსაღი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას. ქართული ოცნების პოლიტიკური ოპონენტები ოპოზიციიდან ამბობენ, რომ მმართველი პარტია ფორმალურადაც აღარ აპირებს საარჩევნო გარემოს დემოკრატიული ფასადით უზრუნველყოფას. ივანიშვილის ამ დასაკოქის ათამაშოს კომენტარით გამოჩნდა განზრახვა, რომ მათ უნდათ ჩატარონ არჩევნები ყველანაირი დაკვირვების გარეშე და ეს ხდება მხოლოდ უმძიმეს ავტოკრატიებში. ჩვენ ამ ფაზაში ვართ შესული, ბრძოლის ამ ეტაპზე ვართ. ძალიან სერიოზული და მძიმე პრობლემის წინაშე დგას ეს ქვეყანა და წამობრივი, წუთიერი და საათობრივი საკითხი ხდება ამ რეჟიმის, ამ მავნებლების სასწრაფოდ მოშორება ამ ქვეყნიდან, იმიტომ რომ საქმე უკვე არა ქართულ დემოკრატიას, არამედ მართლა ჩვენ სახელმწიფოებრიობას და უბრალოდ ყოფას ეხება და ყოველდღიურობას ეხება. შეიძლება საერთოდ ვეღარ ვიარსებოთ და ვიარსებოთ რაღაცა ღია ცის ქვეშ არსებულ ერთ დიდ ციხეში. დიდი ბრიტანეთის საელჩო ჩვენი პარტნიორების წარმომადგენლობები, რაც არის საქართველოში, მოტივირებულები არიან, რომ ამ ქვეყანაში იყოს მშვიდობიანი დემოკრატიული პროცესი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქვს თავისი ხელით მოკლული. და ის, რომ გრძელვადიანი საერთაშორისო მისიები უკვე არ არიან წარმოდგენილი ამ ქვეყანაში, თუნდაც იმ ეგრეთ წოდებული არჩევნების დაკვირვებისთვის, ეს მიანიშნებს რა არჩევნების ჩატარებას აპირებს 4 ოქტომბერს. ქართული ოცნება უნდა შეეშვას სხვის ჯიბეში ყურებას. დიდი ბრიტანეთის საელჩო უკეთ გადაწყვეტს მისი გადასახადის გადამხდელების ფული რას მოხმარდეს. ის ვიცით თანამდებობით, რომ დიდი ბრიტანეთის საელჩო მაგალითად იმედს და პოზიტივის არ დააფინანსებს. ეუთოუდირის სპეციალური ერთობლივი საერთაშორისო მისია გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში საარჩევნო პროცესებს აგვირდება და პროფესიულ დასკვნას აქვეყნებს. უკვე 10 წლეულებია ეს მისია საქართველოში თავის დამკვირვებლებს აგზავნის და მათ ანგარიშებში ხშირად იმ დარღვევებზეა საუბარი, რისი გამოსწორებაც დემოკრატიულად გამართულ არჩევნებს უნდა უზრუნველყოფდეს. სავარაუდოდ ეს მისია მომდევნო არჩევნებს აღარ დააგვირდება. ალეკო გვეტაძე, ევრონიუს, ჯორჯია.